რა აღესხათ სკოლის მანდატურებს. იცით რა შეასწავლეთ? აბა, თუ ვინმე იტყვის, რომ სკოლაში პოლიციის ყოფნა კარგია, მე შემეყარება, რომ ის სწორედ მიკრობს. რა თქმა უნდა, სკოლაში პოლიციები ძალიან ცუდი. ამასაც ჩვენში უნდა შეხვედრა საქართველოში განათლების მინისტრთან. და მე მას ვუთხარი, ესე იგი ამბობს, რომ განათლების მინისტრი, რომ დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ესე იგი ძალიან ძლიერი სიტუაცია სკოლებში და იძულებული გაგვიტოს გამიკეთებინა. და იქ პატრიარქი საუბრობდა, საოცარი რაღაცები უთხრა პატრიარქის სხვა მოზღუდებებს იყო. მე ესეთი რამე ვუთხარ, თქვენ ტკივილ გამაყოჩებას უკეთებთ ადამიანს, რომელსაც აქვს ძიმე შეტევა, თქვა აპენდიციტის. ტკივილ გამაყოჩებელი მას მოარჩენს. თვითონ დიმიტრი თქვა, რომ აი ჩვენ ვიცით, რომ აი საპატრიარქოსთან არსებული სკოლები, ბევრად როგორ უკეთესები როგორ უკეთესები არიან ჩვენი სკოლები და იქ კაცილების სიტუაცია უჩვენებია და ასე შემდეგ. და მე ვეკითხები, რატომ არის ეს? იმიტომ, რომ ეკლესია კურირებს და ეკლესია თავის მადლს და გამოცდილებას აძლევს და ნუ გარკვეულად ჩვენ რაღაცნაირად ჩვენ როლი მიგუძვის. და გამოიყენეთ ეს გამოცდილება და დაიხმარეთ ეკლესია დანარჩენ სკოლებში. თუ მანდატური იმიტომ არის საჭირო, რომ იქ პრობლემა, ესე იგი, პრობლემებია ზნეობრივი თვალსაზრისი და ასე შემდეგ, რომ ის არ გამოსწორდება ამით. კიდევ მეორე, ეს იგივეა, რომ განათლების შეტევა ადამიანს და ტკივილ გამაყუჩებელი მორფინი გაუწევს. შედეგს მიიღებს, ვერაფერ შედეგს ვერ მივიღებს. ეს ერთი, მეორე, რაც არ მომწონს. მასწავლებლების ღირსება ესაა შედახურული. დაბალი ხელფასი. სკოლის საჭირო არ იყო სკოლა ეს პერიოდი და ამიტომ მასწავლებლების ისწავლები, სასაცილო იყო უბრალოდ რა. ისედაც ღირსება შედახულებდა. ეხლა ბავშვები ხედავენ, რომ მათ მასწავლებლებს ეშინია პოლიციები. მასწავლებლებს აღირსება უნდა. როცა მასწავლებლებს ეშინია, აი ამ დამაგვიანო პოლიციები. მასწავლებლებს ეშინია მოსწავლეს შენიშვნა მისცეს. კი, იყო შემთხვევები, როცა მასწავლებელი მოსწავლეზე ძალადობდა რა. დიმიტრი შაშკინმა რაღაც მაგალითები მოიყვანა კატასტროფული საშინელი. რა თქმა უნდა, ეგეთი მასწავლებელი დირექტორ ვაშილება გააგზავნოს. დირექტორიც სანდუ არა. ესე თქვა, დირექტორები გადამზადებენ და ასე შემდეგ. მე არ ვიცი. ერთი რამე ფაქტია, რომ თუ მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლებს პოლიციის ეშინია, ის მასწავლებელი არასოდეს იქნება ავტორიტეტი. მასწავლებელი, რომელიც არ იქნება ავტორიტეტი, ვერაფერს ვერ ასწავლებს ბავშვებს. ამიტომ მანდატურების ინსტიტუტი ბოროტება იმ გაგებით, რომ მასწავლებლების ავტორიტეტს ცემენ დაბლა. მეორე, ის ვერაფერს ვერ შეცვლის, ეს არის ტკივილ გამაყუჩებელი უკეთეს შემთხვევაში, მაგრამ არის მესამე. რა დღეში ვართ ჩვენ? მშობლები, რომლებიც შვილებს ვდივართ, მასწავლებლები, რომლებსაც გვეუბნება ბავშვების აღზრდა, რა დღეში ვართ ჩვენ და დირექტორები, რომ პოლიციელი დაგჭირდა და საღვთო განგებულება, პოლიციელი ჩაგვიჯდა სკოლაში, ჩვენ ადამიანებს დავისგავსოთ. უკეთეს შემთხვევაში. და თუ ადამიანებას გვაკარგინებთ და ღირსებას, ესე ჩვენი ბრალია და თუ ამას ჩვენ კულს უკიცინებთ და კიდევ ერთი. ეხლა გამასწორდა მასწავლებლები, რომლებიც ბავშვები უნდა აღზარდონ, თვითონ უნდა აღიზარდონ თუ არა? აღიზარდონ. შეიძლება რომ მასწავლებელი აღიზარდოს უზრუნველყოფი და უზრუნველობის სწავლება. ეხლა გამასწორდა, აქ არის სად არისა? სად არის ის პედაგოგის ინსტიტუტი სად არის? აქ არის, ხო? რა წილის პრეზენტაცია გააკეთეთ შეხნესინიკა? საკუთარი დედის გინება როწერია? და იქ ორი ბავშვები დაშუქრავდნენ? ერთი მაგათი გაზრდილი ბავშვები განახდა. აქედან იწყება ყველაფერი. კი. ამ რამოდენიმე პირველად გადაცემა რა, სადაც ეწოდებული თეოლოგია ესწრებოდა, ნუ იქ მოკლედ ეკლესიის ხამრად სრული განკითხვა იყო ყველა კუთხით, რა იქ ყველა პარამეტრი და სიტყვის პირდაპირ შობთ იქ იჭორავს თვითონ რაღაც ანონიმური წერილის საფუძველზე შედგა გადაცემა. ყველაზე მთავარი რა არის, ამ გადაცემის წამყვანი, რომელიც უნდა იყოს ობიექტური, საერთოდ გადაცემის წამყვანი. იგივე პირდაპირ ვიტყვი ბასილ კალავიშვილის, ბასილ კობახიძის საიტზე ყველა აბსოლუტურად სასულიერო გაცინის და ნუ აი აკრიტიკებს ყველანაირად ეს გადაცემა ვისაც მიყავდა ვიც უნდა იყოს ესეთ ობიექტური. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ხალხი საერთოდ ეს ეკლესიის მაგინებელი ხალხი ძალიან მომძლავრდა ტელევიზიაში და ძალიან ისეთ წამყვან გადაცემებში არიან და თვლით თუ არა ეს შემთხვევითობად მიგაჩნიათ თუ არა და რამდენად სწორია კიდევ ერთის მინდა თქვა რომ ამ ხალხს უნდა გაიცეს ადვოკატური პასუხი. იმიტომ რომ შეიძლება ისეთი აზრი რომ ეკლესიაში იმდან გაუნათლებელი მოზღვრები არიან, კრიმინალური წარსულს და თეოლოგიურად
არასანდო ხალხი რომ არ აქვს იმის უნარი და საშუალება გაცენა მხოლოდ პასუხი და მე ვთვლი რომ უნდა გაეცეს პასუხი თქვენი აზრი მაინტერესებს. პასუხი უნდა გაეცეს. ფოტოშოპის აი ჩვენი ეს შეხვედრების ამ ფუნქციასაც ატარებს. ქრისტიანობა იბრძვის არა ბოროტების მიგები, ამ ლაძვაზე ლაძვით, არამედ სიკეთის გამრავლებას. ჩვენ გავამართ მას სიკეთით. ეგ ბუდაპეშტს აშენებენ, ჩვენ ტაძარი ავაშენებთ. ეკლესიას ლანძღავენ. ეკლესიას აქვს 2000 წლოვანი გამოცდილება დევნილობის გადატანის. თუ მოხდა ისე რომ რაღაცაზე პასუხი ვერ გავეცი, სტიმულია. ესე იგი მეტი უნდა ვიცოდეთ, მეტად უნდა სწავლობდეთ. თუ მოხდა ისე რომ რაღაც ფაქტზე მიგვითითეს, რომელიც ზნეობრივ ნორმებში ვერ ჩაჯდა, ეკლესიას მიგვითითეს, რომ აი თქვენთან ესე ხდება. ჩვენ ესეთი რაღაცა უნდა გამოვასწოროთ. რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიასთან ბრძოლა ზოგ ცხოვრების მიზნადაა, მე იცი რაზე მეცინება, რომ თუ საქართველოში ყველა პრობლემა მოგვარებული და დარჩა ერთი პრობლემა, რომ მართლმადიდებლობას ემუძღვა. თუ ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს ის გაარკვიოთ ეკლესიის შიგა სამზარეულო როგორია, მათ შორის სინოდი რა გადაწყვეტილებებს იღებს და რამდენი ეპისკოპოსი ეყოლება ჩვენი საქართველოს სახელმწიფო აღშენებობაში მნიშვნელოვანია? რამდენი ეპარქია არსებობს? მნიშვნელოვანია. რამათი საქმეა ეს? და კიდევ ერთი. ასე ადამიანები ათეისტები არიან. და მე შემოხმობ ესეთი კითხვა, რატო უხარიათ ამ ადამიანებს მეტის არ არსებობს? რაც შეეხება პასუხის გაცემას მე არ ვიცი ახლა როგორი ფორმით უნდა მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია თქვა პასუხი გავცეთ იგივე ინტერნეტ საიტზე, დავაკეთოთ კომპეტენტური სასატელევიზიო პროექტები, სადაც ასეთ შემთხვევებს ოპერატიულად პასუხი გაეცეს. ამის გაკეთება ძალიან ადვილად შეიძლება ინტერნეტის საშუალებით ტელევიზიაში ჩვენ ხელი არ მივიწევთ. და ის რომ ტელევიზია აკეთებს თავას სახელმწიფო არის. მე კითხავ იჩდება სახელმწიფოსთან ზოგადად რა სიჭირდებათ მათ ეს, იმიტომ რომ ეს ყოველთვის მაქვს ისტორია თვალწინ. ნოე ჟორდანიას მაგალითად კლასიკური მაგალითი. რა დაემართება საქართველოში არსებულ ხელისუფლებას, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს. აშენება ამის გაკეთება. მე წარმოგიდგენთ, ეს ადამიანი ხო რიგითი ადამიანი მოწმედა უყურებს. პირველი არხიდან ხდება ლაძღვა ეკლესიის. მე რა უნდა ვიფიქრო? შეიძლება ვიფიქრო, ხელისუფლება რა ეკლესიას ებრძვის. ანუ ეს ჟურნალისტი და აგრეთვე ეს ადამიანი, რომელიც ამ გადაცემაში მონაწილეობას იღებდა, ეს ადამიანი თორსტები მაგ გადაცემაში თქვის რომ რელიგია ოპიუმია, ხო? მარქსიზმს იღებდა. ეს ადამიანები, მოდი ეკლესიას აიჭაძე კი არა გასო. ულიანოვმა ვერაფერი ვერ უქნა, იმან ვერაფერი ვერ უქნა, კალიგულამ ვერა ხრუშოვმა, ეკლესიას რა უნდა უკნა? ეკლესიის დამარცხება არ შეუძლია. მაგრამ ეს ადამიანები მათ ეკლესიას არ ებრძვიან, ქართულ სახელმწიფოებრივებასაც ებრძვიან, იმიტომ რომ კიდევ მეორე მორწმუნე ადამიანია, ძალიან ბევრია საქართველოში მორწმუნე. და დავითვალოთ რამდენი რა? ეხლა მე უყურებ მორწმუნე ადამიანს. ნახე ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის კითხვა მიჩნდება. რაში აწყობს ეს ხელისუფლება? რა ინტერესია? ამიტომ ეს ადამიანები, ესეთი ჟურნალისტები, ესეთი ადამიანები, რომელსაც ამგვარი გადაცემები იყავ, განა ხელისუფლების წინააღმდეგ არ იბრძვიან, განა ქართულ სახელმწიფოებრიობას არ ანგრევენ, განა ართიშავენ ერთმანეთის უნდობლობას, ართესავენ ხალხში ხელისუფლების მიმართ. ეკლესიას რა უნდა დამღეხა მორწმუნე ადამიანი. ესე იგი, ამდენი ეპისკოპოსი და რამდენი უნდა იყოს? მეცინება, მათ ჩემი საქმეა, ძველი ვარ ჩემი საქმე არ არის, ერისკაცისათვის მით უმეტეს. მე თუ ღმერთს ვეძებ, იმა რომ ითხრა რაღაცა ტელევიზორში, ამით მე ღმერთის ძიებას შევწყვეტ, მე თუ ეკლესიურად ცხოვრობ, ამით რამე პრობლემები მექნება, არაფერი. აბა მაშინ რა ხდება? ხდება ის, რომ აიმხელა უზარმაზარი მასა ადამიანებისა პოტენციურად განაწყობა, რომ უნდობლობა გამოუცხადონ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის ეკლესია ჩვენ ვარ, ჩვენ გვებძვით. ანუ ეს ადამიანები მტრობენ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას. მე კითხვა მიჩნდება, აი რაში ჭირდება? აი ვინც აკონტროლებს ამ სიტუაციას, რომ აი ესეთი მავნე გადაცემა, მავნე პირდაპირ, რომელიც რომელსაც შეა გახეთქილება ერში ხალხსა და სახელმწიფოს შორის. რაში ჭირდებათ ესეთი გადაცემები? ვინ დგას ამ გადაცემების უკან? მე მინდა რომ როგორც ქართველმა დადებითად ვიფიქრო ჩემ ხელისუფლებაზე. ჩემ ხელისუფლებაზე, ჩემი ხელისუფლების სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, ჩვენს უშიშროებაზე, ჩვენ ზალვა სტრუქტურები და დადებითად ვიფიქრო.
მე კითხვა მიჩნდება. რაში გაწყობთ? ესენი ხო დამანგრეველები არიან. იმის მაგივრად რომ რაც შეიძლება მეტი ნდობა სახელმწიფოს ხელისუფლებასა და ერთ შორის მეტი ნდობა რომ ვითანამშრომლოთ აღვაშენოთ ჩვენი საქართველოს შვილები არა ვარ გამოდის და მარქსის იდეებს მიხადაგებს და ეკლესიას გოძის პირველი არხიდან რა ხიჭირდება თუ მეტყვიან რომ ეს საზოგადოებრივი არხი და ყველა აზრი უნდა გავითვალისწინოთ მეც გამომიშვით რა მეც დამალაპარაკე ყოველ მე პირობას გაძლევთ რომ არავის არ გავლანძღავ ისინი ლანძღავენ ეკლესიას მე ქრისტიანობის შესახებ სიყვარულით ვისაუბრებ გამომიშვით მაშინ დავიჯერეთ რომ რადგან საზოგადოებრივი არხია ისიც არის და ესეც არის მაგრამ ლანძღვა ყველა შემთხვევაში მიუღებელია ასე რომ რაც შეეხება თვითონ ამ ადამიანებს აუ მე ვუჩებ რა აი სოფელ გაიარო და გაიკითხო რა ყველა იმ ოჯახს ყველა იმ ადამიანს რომელიც ეკლესიას დაჯახებია რა მოსვლია მას და მის თაობაობას არის შემიძლია და პატრიარქმა თქვა ერის მამა, რომელიც 60 კილოს საყდარზე ზის, თქვა, დაიჯებიან და დაიჯებიან. აი მე მაგალითად მეშინია, მაგრამ მათ მაგივრად. მათი ცოლშვილის მაგივრად, მე მეშინია. რამდენიმე ათეული წლის წინ ისინი არ არსებობდნენ. და ცოტა ხნის მერე ძვლების გროვად გადაიქცევიან. და რა მოიტანეს და რა წაიღეს. ისტორიაში შევლენ როგორც ეკლესიის მაგინებლები და ერის შუაზე გამხლეჩის მცდელობის მოსულნები. აი ესე შევლენ ერის ისტორიაში. როგორც არის კირიოლის მკვლელი დავიდოვი შევიდა ისტორიაში და ილიას მკვლელი ბერბიჭაშვილი. აი ესე შევლენ ესენი ერის ისტორიაში. ადამიანი თავის დროს თვითონ ქმნის. ეს არის კითხვა ორი კითხვა არის. ერთმა ებრაელმა მითხრა რომ იესო ღმერთი არ იყო, ის ღმერთი შვილი იყო. ებრაელებს ღმერთი არ გაუპირა ჯვარზე. ემაც სათანადო პასუხი ვერ გავეცი. ჩვენ შემდეგ შეხვედრებზე გვეუბნება მოლაწმიდა სამების დოგმატის შესახებ საუბარი. იესო ქრისტე არის ღმერთი, მაგრამ ის ჯვარზე გაეკრა როგორც ადამიანი. ის არის სრული ღმერთი, სრული ადამიანი. ხოდა ახლა ნუ ებრაელმა თქვა, ებრაელებს როცოდრო ისე კაცმაროთვას ღმერთი შვილი თუ იყო რაზე მოკლეს მაშინ. ღმერთი შვილი ანუ რა ანუ თქვა ადამიანმა რომ არა ღმერთი არ იყო კაცო ის ღმერთი შვილი იყო და ღმერთი შვილი მოგეკრათ ჰა ადამიანი თავის ბელს თვითონ ქმნის დიახ ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბელს მისი პიროვნული არჩევანი არის გამსაზღვრელი ადამიანის მომავალი ცხოვრების ამ ქვეყნების ცხოვრებისაც ფაქტში ჩვენ შევხვდებით 31 არა